დღეს აღდგენა მიმდინარეობს ქუთაისის მუხნარში. გამწონების აქციაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ჩაერთო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეც. ტერიტორია, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა უნიკალური იმერული მუხა გვხვდება 10 წლეულების განმავლობაში უკანონო ჭრებმა და დაბინძურებამ მნიშვნელოვნად დააზიანა. ამჟამად 270 ჰექტარ ფართობზე დარგულია 9500-მდე ფოთლოვანი სახეობის ნერგი. პერიმეტრი შემოღობილია, მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი. Მყოფებით იმერეთში მუხნარის ტყეში, რომლის აღდგენა დაიწყო 2019 წელს. ვხედავთ, რომ ჩატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო და მომავალშიც სამინისტრო და სააგენტო გააგრძელებს ტყის პასივების აღდგენას. ჩვენს უნივერსიტეტში აქტიურად ფუნქციონირებს ეკოკლუბი, რომლის მიზანიც არის სტუდენტებში გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება. შესაბამისად, სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მცირე თუნდაც, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ბუნების გამწვანებასა და ტყეების გაახალგაზრდავებაში.